სამი ტიპის ადამიანი არსებობს და მინდა მოგიყვანოთ ამის ანალოგიად სამი მარცვალი. ერთი პურის მარცვალი, რომელიც ავიღეთ და კარგ ნიადაგში მოვათავსეთ, მეორე პურის მარცვალი, რომელიც ნაგავში ჩავაგდეთ და მესამე პურის მარცვალი, რომელიც დავტოვეთ სადაც იყო. პირველი მარცვალი, რომელიც კარგ ნიადაგში მოვათავსეთ, ის გაღვივდა და მისგან მივიღეთ ნაყოფი, ხო? მეორე, რომელიც ჩავაგდეთ ნაგვის ურნაში, დალპა გაფუჭდა და მესამე მარცვალი, რომელიც დავტოვეთ მაგიდაზე პირობითად და არ მოვკიდეთ ხელი, არც გავაღვივეთ, არც გადავაგდეთ, ხო? მასში, ისევე როგორც პირველში, რომელიც გავაღვივეთ, იყო ზრდა, აყვავება, გამთლიანება და ასევე შეეძლო გაფუჭებულიყო და დამპალიყო. ეხლა ალბათ მიხვდებით, როგორი ტიპის ადამიანებს შეიძლება შევადაროთ ეს მარცვლები. პირველი, რომელიც ჩავთესეთ კარგ ნიადაგში და გავზარდეთ და გავაღვივეთ, ხართ თქვენ, ვინც ცდილობს თვითგანვითარებაზე მუშაობას. ანუ თქვენი გონება, რომელშიც არის თესლი, თქვენი გონებაა ეს თესლი. ამ გონებას თუ მე კარგ გარემოში გადავიტან, ვიმუშავებ მასზე, გავაღივებ, ავაყვავებ, ის გაიზრდება, გაიფურჩქნება. თუ ამ გონებას მე ისეთ საზოგადოებაში მოვათავსებ, სადაც ცუდს ამბობენ, ნეგატივია, რა ვიცი, ბოროტება, დალპება და გადასაგდები იქნება. არავის არ ეყварება ასეთი გონების პატრონი, არც ახალგაზრდობაში და სიბერეში მით უმეტეს. ხოლო ის გონება, რომელიც არც განვითარდა, არც დალპა, არის შუაში. ვერაფერს ვერ აკეთებს. ცხოვრობს მკვდარი თევზივით და მას არ ექნება პროგრესი. იცხოვრებს მანამ სანამ ექნება ძალა ხელფეხში, სანამ იქნება შრომის უნარიანი, იყიდა ჭამა, მეტი არაფერი. და როდესაც უკვე ასაკში წავა და ამასაც ვეღარ შეძლებს. ყიდვას და ჭამას კი ხვდებით, სადაც იქნება მისი ადგილი. შესაბამისად, თქვენს გონებაში არის მარცვალი, რომელიც ახლა ამ მომენტში ჩათესილია ნოყიერ ნიადაგში. მიეცით ამ გონებას განვითარების, გაღვივების უფლება და არავინ არ შემოუშვათ თქვენს გონებაში ისეთი, ვინც ცდილობს თქვენი აზრების არევას, თქვენს ცუდ ხასიათზე დაყენებას, თქვენი დროის მოპარვას, თქვენი ენერგიის მოპარვას და ასე შემდეგ.